გამარჯობა. გამარჯობა. გრიპოზულია მეგობარი და აქთან გამომდინარე გრიპოზული მეგობარი არ გადაგდოს ახლა. ჩვენ თქო ვიფიქრეთ და ვთხოვეთ რომ არ მოსულიყო, მაგრამ იდეურად ჩვენთან არის რა თქმა უნდა. ხო, რა გისკათ, ჩვენ სანამ ვიდეოებს გავუშვათ, მინდა რომ ვისაუბროთ იმ რაღაცაზე, რასაც ეს საპროტესტო მოძრაობა ჰქვია, რომელიც უკვე ტრანსფორმის და სრულ სიგიჟეში გვაქვს სიგიჟის დამარდასრულებელი ვიდეოები და მარშები. ეს მარშები მე მგონი არის რომ ჩარიცხული ფულის გაправება, ანუ რაღაც ფული არის გადმორიცხული ამ აქტივობაზე და გადაწყვეტეს ეს აქტივობა აწარმოონ, აგერ ძმაო 13 საათზე ხვალე არის გაფიცვა, ტრადიციულად ეს გაფიცვა ალბათ ლანჩს ემთხვევა, ხო? ლანჩ ბრეიკი არის პირველ საათზე ყველა სამსახურში და ესენი 1 საათი ლანჩი და ვიც გამოდის გარეთ, ეძახიან რომ გაფიცვა. ხო, გაფიცულია, კი ბატონო. ამ ლოგიკით ახლა მეც გაფიცული ვარ, შეიძლება 13 საათზე და გავიფიცო სამსახურიდან გამოვიდე. 18 საათზე გურულების მარში, მე კადრებს ნახავ, ვინ არიანი გურულები. 19 საათზე უბრალოდ გურული ხარ. მე გურული ვარ კი. ბევრია გურული. ჩვენია. მე ახლა აქცია საქართველოს პარლამენტთან პროსტა 7 საათზე. მამების მარში 19 საათზე და 30 წეს მამები რას ნიშნავს? ნუ მამა, ყველა ადამიანი მამა არის თითქმის კი ბატონო. მიმდინარე მამების ალბათ. მიმდინარე კი ბატონო. და მე არის კალათბურთის მოყვარულების და კალათბურთელების მარში. და 8 საათზე არის ჩვენ ვისავთ სიცოცხლეს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მარში. ეს რომელიც სამედიცინო სფეროა? სნუკერის და ბობსლეის მოყვარულების მარში. აქ ვიდეოებს ვახსენებდნენ რომ ქოცებს არ უკუნალებთ და საწამლავი შეუშხაპუნეს ოღონდ ეგეთი ვიდეოები. ნუ ამასობაში ატმოსფერო ამ ჰეპენინგებზე არის სიურეალისტური, აი ერთ ვიდეოს გავუშვებ თქვენის ნებოთ. არ დასცინოთ ამ ბავშვს ოღონდ. ამის ბრალი არ არის. ეს ბავშვი არ არის ავად, ეს ბავშვი არის პერფორმერი, მე მგონი ერთ-ერთ შოუშიც აქვს მონაწილეობა მიღებული. აი, ასე ერთობა, ხო? ასე აქვს მას გადაკეტილი, ამიტომ აქვს მასაც მათ შორის გადაკეტილი ჩვენი ქალაქის ცენტრალური ქუჩა. აი, გავუშვით. ხერხულია მართლა ხო შეგცვა შენს ხალხო არ შეიძლება ესე მე სხვა ვიდეოებიც ამაქვს უბრალოდ ეს ბავშვი არ არის ავად მაგრამ ავადმყოფი ბავშვები და ქალები და კაცების ვიდეოები მაქვს რებსაც ჩადიან და ნუ გადავაქცევთ ფსიქიატრიულად რა იმ ქუჩას რა არ შეიძლება გამოხატვის თავისუფლება ჩვენთვის გასაგებია ხო გამოხატეთ უკვე გეყოფათ შეძით რა სხვაგან გამოხატეთ არა ხართ იმდანი რომ ქუჩა ან გადაკეტოთ ან აი მე არ მინდა რაღაცა ისე ცუდად გაიგოთ, მაგრამ ნუ აი რა არის ხა რა უბედურებაა ხა ეს არის საწოდაობა ხალხო. ეს არ შეიძლება. ეს არ არის სახალხო პროტესტი, მეტყვით უმრავლესობის პროტესტი, ხო? ცოტა ფორმაში პარატკაში მოდით რა. რა ვიცი, გაქვს კომენტარი ხარ ამ საშინო? რას, ანუ ამ პერფორმანსზე არა, ზოგადად ხო? პერფორმანსი ხო არს გამოხატავს პროტესტის. არა, კი, რა თქმა უნდა, კაცო, იმიტომ რომ არაერთი ხდება ხო პერსონაჟი. ნუ აქ თავარი ისაა, რომ ემოციური ფონი ამ აქტივისტებში არის ძალიან შემაშფოთებელი და საჭიროებს დაკვირვებას, იმიტომ რომ არ ხუმრობ, არ ხუმრობ, საერთოდ არ ხუმრობ. არა, საერთოდ შეიძლება ვიღაცა ტიპისთვის, რომელიც მასობრივი ფსიქოზის მკვლევარია, შეიძლება სხვა შორის თანამედროვე სამყარო გამოირჩევა, მაგალითად ამერიკაში არის მასობრივი ფსიქოზი, უცხოპლანეტური, ეგრეთ წოდებული უცხოპლანეტური დრონების გამო და აქაც ხო ხედავთ, მასობრივი ფსიქოზია რევოლუციის მოთხოვნით, ხო? ხო და თვითრეალიზება არის კიდე მეორე რა, იმიტომ რომ ჩვენ რასაც უყურებთ სოციალებში როგორც პოზიციონირდებიან ნაწილი ამ პროტესტის წარმომადგენლებისა, ანუ მათთვის ეს გადაიქცა უკვე თავშეყრის ადგილას, სადაც ერთობიან, სადაც ქმნიან კონტენტს, შემდეგ ამ კონტენტს ათავსებენ სოციალებში, ამით იღებენ მოწონებას და რეალურად თვითრეალიზებას ახდენენ საკუთარი თავის
აქტივისტად დასაქმებაში ხო და იმ ილუზიის გაჩენაში, რომ ჩვენ ეს გოგონა ეხლა არ ამგონია რომ ასეთ მერკანტილ არა მაგაზე არ ვლაპარაკობ ეს უბრალოდ მაგაზე მე ვლაპარაკობ მაგაზე TikTok რევოლუცია ხო ცალკე მიმდინარეობს კაცო აი გარეთლებზეც საკეუნა ვილაპარაკოთ რომელიც თავს იგიჟიანებს აი მესამე ვაშაძე ჯერ ერთი დავიწყოთ იმით რომ ვაშაძე არის ყოველად გათახსირებული პიროვნება მატყუარა მაიმუნი მშიშარა და ეხლა მოიგონა რომ მას თურმე კლავდნენ ნიულავი მიჯოა ხო ეს ანეკდოტია რა ნიულავი მიჯოა ხო ანუ აი ვაშაძის და პროსტა აი აქო არის კადრი გვაქვს რომ აი აქ დამარტყესო მე ამ მტარი ვარო ვაბუო ხო ესე თქვა მე მოკლესო ანუ მოკლესო ანუ იმას აქნესო რო ყვება და შენ აგიქნეს ბაბუო და მე მოკლესო დაახლოებით ეგეთი კაცია და აი მესამე გავუშვით სადაც ყვება თუ აგერ აი პირდაპირ ეთერში თუ მიყურებთ აგერ მიჭირავს აი ეს რაღაცა ატვიორკა ეგრეთ წოდებული რომლითაც თავს დამეს ხა მაშინ პირდაპირ ეთერში აი ზურგზე მაგ და ის ეგიძლია ნახოთ რომ ეს არის ხუთუკი არის და დაზიანებული შემდგომ ამას ხელში მირ მაშინ ესე მოგცემ პირდაპირ ეთერში ხო ჩვენებას ხელში მირტყავდა ამას მერე ამის თავი იყო გააღუნული თავში მაგ ჩარტყული აი ესე ამოტრიალებულად რავი აბა მეტი რა გითხრათ? ეს უნდა მოვძანდით ბატონო გიორგი. ანუ თქვენ არ მოდიხარ დანაშაულის ადგილზე? ეს პერფორმანსი დადგა. ანუ კარჩე ამან სავარაუდოდ ვიღაცას გაუმართა. იქვე მეოთხე რა. მეოთხე ნომერი, მეორე ვიდეო. ანუ ესე იგი პოლიცია არის ჭიდაობაზე რომ ესე იგი ადამიანის რომ თავს დაესხა ამ ყრელობის ცდელობა რო იყოს ის ადამიანი ვისაც თავს დაესხა ეხა უბრალოდ რომ გადავრჩი რომ არ ვერ მომარტყა ესა ხელში ის მინდა რა ქვია ამიტომ მე უნდა მოვიდე სად არის ვერ გავიგე სამართალი აი არასწორია რომ ესე პირდა ყელში რო აჩვენებს გვაქვს ეგ ვიდეო რომ აი აქო დამარტყაო და ვაფშე არაფერი რო არა ყელს ეგ ვიდეო გვაქვს არა სპეციალურად არის სადღაც ახლო ხედით აჩვენებს ყელს რომ აი აქო პრაქტიკულად გამიჭო და მე ოქტარი ვარო ეხლა რა ანუ ვიღაცამ სერიოზულად როგორ უნდა განიხილოს მაგრამ ანუ ამას უნდა რომ ხალხს დააჯეროს რომ ვიღაცამ გადაწყვიტა ვაშაძის დაბრეტვა ამ ხელარტიო ხო ამ ხელარტიო თქვით კურტკაში მიცა და დიდ დუტის კურტკაში გადავიდა პატარა გახია და მე ხელში მიცა მაგის მეტი თავში დამარტყაო და ყელში გაღუნაო და თავში გაღუნა თამა გაღუნა ხო შენ გაიღუნა ისეთ ხისთავიანი ვარ რა ატვიორკაც წაართვა პახონდ და ხო ანუ ატვიორკაც წაართვა და ის ტიპი გაიქცა ხო ვაშაძე და ანუ ამ სიკვდილს რო ჩახედა თვალებში მას კიდე ქონდა თავი იმისა რომ ლაივში დაერეკა პოლიციას და დაეწყო იქ პრავლების გაჩავე რომ როგორ არ მოდიხარ თქვენ და დაედგა შეექმნა ისევ კონტენტი ვაშაძე არ არის რევოლუციონერი მეგობრებო არც ერთი გაგებით აბა აქციის მონაწილე გოგონა რაღაც საინტერესო საბოს აი იგივე ფსიქიატრიული კლინიკიდან გამოქცეული ან უნდა მიიყვანონ და გამოიქცათ სანიტრებს აბა გავუშვით მე-6 ხო ეს ძველია მეგობრებო არ გჭირდებო ყვერები მე მეგონა რომ ჭირდებოდა აბა ვაშაძე რატო ხავს აქციაზე ხაბე რატო დადის უი ხაბე რო იმაშვება იჭიმება გვაქვს ეგ ვიდეო რომ ბლატაობს უი გურიმ ჩააგდო ვიდეო სადაც ხაბე იმისა რომ ჩვენთან დღეს არ არის გვეხმარება კონტენტის არა მაგან ჩააგდო სად არის და მიწყა რომ ესო მაგასო ცოტა არ შევაწუხოთო ჯანმრთელობა შენ აქედან ვერ მიწვდებით მაგრამ გურის ჩაგდებული გვინდა ჩვენ ხო რა მე სოციალურ დღეს არც ერთი ვიდეო არ მინახავს სად არის მეგობრებო გურიმ ჩააგდო აი ხაბეს კაჩაობა აგერ ხედავ კი ბატონო აგერ არის გაუშვება ესე სახით გავუშვით არა პრობლემა ეგენი გაგვაჩიო და ვიღაცებს რო აგზერა აი ჩვენ ხა იყო ძველი ბიჭი ვარ და რაღაც ანუ ამაზე ჩვენ პასუხი უნდა გქონდეს ხოლმე ესენი არიან სუსის ნასეტკები ბოდიში უნდა თქვა მათენაზე ხა ნუ პოლიტიკოსი კი არ კიდე გეუბნებით ქვეყნის გადარჩევისთვის ვიბრძვით ამას ქვია ბოზობა რასაც ისინი აკეთებენ ამას რო დავარქოთ მართლა თავის სახელი მათენაზე სხვა ენა ამათ არ ესმით ამიტომ როცა ტიტუშკობაზე მიდიხარ სუსთან თანამშრომლობ პოლიციასთან თანამშრომლობ მაგას კონკრეტული სახელი აქვს მე მოდიან რაღაცა მორალური პედესტალზე ლაპარაკობენ რომ თვითონ თურმე კარგი ბიჭები არიან და აი კარგი ბიჭობა რა არის ბიჭო თქვენ კაი დედმამიშვილებო 19 20 21 წლის ბიჭი რო ციხეში ეგ რატო არის კარგი ბიჭობა ანუ ქუჩაში რო დგახართ იგრიხები და ამბობთ რომ რაღაცა აქცია არ მოგწონთ და ამ პროპაგანდას ყიდის ოცნება 19 20 21 წლის ბიჭი საქართველოს სიყვარულისთვის ხო ეხლა მე მინდა ჩემი გამოცდილებიდან უთხრა აი ამ ქათამს ამას არასწორ ადამიანს
ციხეში ყველა მოხვედრილი არასწორი და ციხის ღირსი რომ არ არის, ისეთი არ არის. მაგალითად, ციხეში არიან მართლა ბოზები, მართლა ქათმები, არიან ადამიანები, რომლებიც შვილთან რაღაცა მანიაკები, არიან არასწორად რომ ჩაიდინეს დანაშაულის და მათი ადგილი გადაკეტილში ციხეშია. ამიტომ ესე აპრიორი რომ ციხეში რატო უშვებთ ვიღაცებს და ვისაც უშვებენ ისინი იმათ რას ეძახიან გასაგებია. ეს ერთი. მეორე უბანი არის, ის არის კონკრეტული უბანი, სადაც ძირძველი ქართული უბანი. იმ უბანში თვითონ ეს ჩამოაყალიბეს რაღაც გასამხედროებული რაზმი და რო დადიან და პოლიციელებს მაშხალებს ესვრიან, ასევე აზიანებენ სხვის მანქანებს, სხვის საკუთრებას. ხო და უბანმა ეთყობა მისცა შენიშვნა, უბნის წარმომადგენლებმა მისცეს შენიშვნა, მე კატეგორიულად არ მომწონს ცემა არაპედაგოგიური, მაგრამ ამ ადამიანებს აუხსნეს და ალბათ გაიგეს ან არ გაიგეს. ნებისმიერ შემთხვევაში ისეთ გალიმ ბოს და ქათამს, როგორიც არის ესა ხაბე, რომელიც სხვათა შორის ისეთი თან ის არის, რა ქვია, ლახმაჩი და სადღაც ვარჯიშობდა და ჩვენ რო გვეძახდა რინგზე გამოდით, ხო? მოი ლახმაჩი თან მახოდუ. ამ სუბკულტურაზე არ ეთქმის არაფერი. ხო, კაც რომელიც საკრებულოში ისევ შედიოდა, რომ იქნე გალახული არ გამოეშვა. და თავს იმყარუნებდა, თავს იმყარუნებდა. კი, ხო და ანუ ეს რო ზოგადად ამ ლექსიკით ვინმეს მიმართავს ეხო ცალკე. ხო, ბოზია ვინმეზე ამბობს, გალიმი ბოზი. ცალკე კომედია არის, მაგრამ მე ვიღაცა ამის გამო წაადებს ამას. და ატეხავს ისტერიკას, რომ აგერო პოლიტიკური ნიშნით ჩემზე ძალადობენ. ეგ არ იქნება პოლიტიკური ბოზი, რომ არ მაგიტო იქნება ხაბე ყველაფერი. ხო და შესაბამისად ჩვენ უნდა ვიცოდეთ და თელმა თბილისმა იცის ვინ არის ხაბე. ზოგადად ვიღაცეები ხელში ამოხვედრით თქვენი გოიმური გამო სექსუალურობით. სინქრონი გვინდა გვარამია მაშხალებზე და მაშხალების ასახსნელი გვაქვს პიროტექნიკა. მაშხალებზე არის, კი ბატონო, გავუშვით. არაფერი რაზეც შეიძლება მიედავონ პროტესტანტებს აქ არ ხდება. რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ ეხა მაშხალებზე. ხა მაშხალებით რა ქვია დამხობილი ხელისუფლება არავის არ უნახავს სოფლიოში. ხო, გამორიცხული ამბავი. მაშინ აეკრძალა თუ საშიშია ცხოვრებისთვის საშიში თუ არის, მაშინ არ უნდა იყიდებოდეს ბაზრობაზე და მაღაზიებში, ხო? ბაზრობაზე იყიდება ტისკი, ხო იცი ტისკი. მარტუხები თუ რა ქვია. ტისკში რამე რო ჩადოდო რომ მოუჭირო, შენ შეიძლება გესიამოვნოს, მაგრამ დანიშნულების მიხედვით ბაზრობას დანაც იყიდება და ნაჯახი იყიდება. არა, მე მაქვს ესეთი ექსპერიმენტი. თუ მაშხალ არ არის პრობლემა, მაშინ მივიდეთ წესების დაცვით. გვარამიაზე ჩავატაროთ მოვატრიალოთ გვარამია, უკანალი. შევესროლოთ, მაგრამ კიდევ ხო შეიძლება მოეწონოს ეს ყველა. ამიტომ წინიდან ვესროლთ. საქმეზე ისეთი იზრაშენეცია რომ შეიძლება წინდანაც მოეწონოს. ხო, ანუ უყურე მან საქმე რაში მდგომარეობს, რომ ხო, პიროტექნიკა რო იყიდება, კიდევ ერთხელ დანაც იგივენაირად იყიდება და ნებისმიერ რაღაც შეუძლია მივიდეს ბაზრობაზე დანა იყიდოს და ის იყიდოს. კომბარი მაგალითად ხო? მაჩეტე იყიდოს, აი რა ვიცი. მაჩეტე სასოფლო სამეურნეო იარაღი. კალონკებზე მაღაზიები რო იქ იყიდება მაჩეტეები ანუ. ბენზინით სხვა რო გადაასხადა წაუკიდო მოკლავს კაცი. PM-ის რა ქვია პიროტექნიკის დანიშნულება არის რომ რაღაცა აღნიშნო და ჰაერში ისრო. ადამიანს არ უნდა მოარტყა, არ უნდა მოხვდეს ადამიანს, იმიტომ რომ რა ვიცი რა ახალ წელს ლიბერალები როდესაც ტიროდნენ ხოლმე ახალ წლებზე რომ პიროტექნიკის აკრძალვას მოითხოვენ, იმიტომ რომ ცუგები და ფისოები შეშინებულები არიანო ამის გამო. კი ბატონო, ანუ ეგეც ძალიან სწორი ნარატივი არის ხო, იმიტომ რომ რა ვიცი, მე ვერ кайფობ მაგით. არის ეს ბავშვობიდან არ მისწორდებოდა მე პიროტექნიკის როლა, მაგრამ ფისოებისთვის და იმისთვის, რა ქვია, ცუგებისთვის თუ მოსასმენად იყო ცუდი და ასაკრძა, ადამიანს სახეში ესური, ანუ დამიზნებით რომ იარაღად რო იყენებ პიროტექნიკას, რომელსაც დამწრობა მოსდევს შემდეგ. ანუ ბაგაზე როგორ შეიძლება თქვა რომ ანუ ეს არაფერი არ არის და მე რაა და ამაში პრობლემა არა. ხო, რასაკურველი ხელისუფლებას თქვენ მაგით ვერ დაამხობთ. ანუ პიროტექნიკით კი არა, რაც არ უნდა მიიტანოთ, მაინც ვერ დაამხობთ თქვენ ხელისუფლებას, მაგრამ ის რომ პოლიციელს და ზოგადად ადამიანს ესვრით პიროტექნიკას კი ეს არის დანაშაული, იმიტომ რომ ეს ფიზიკური დაზიანი ამას მოსდევს მძიმე ფიზიკური დაზიანი. ძურა ჯაფარიძე ასევე პიროტექნიკა უნდა ერთ ადგილას. არა, მაგას ხო აქვს თავის პიროტექნიკა საჯდომში. ხო და ეგ თავისით ისვრის. იქ ხო რუსი მესაზღვრეებს ხო გაუჩინა მაშინ ცეცხლი. ხო, სხვათა შორის.
პოსტია, კარგი, მაშინ პოსტს წავიკითხავ. იმ ხალხის მნიშვნელოვანი ნაწილს მის დღეს ჩუმადაა. აჰა. კარგად ესმის საიდმით ეს ქვეყანა. ისინი ელიან რეჟიმის გამარჯვებას დაემზადებიან ჩაგვრელი ერთის ნაწილად გახდომისთვის. იმიტომ რომ ხვდალი ოპორტუნისტული ყლეები არიან დიდი ბოდიში ეს ციტირებაა. განსხვავებით ტვინგარეცხილი ფორმირებისგან და უტვინო ტიტუშკებისგან. ვერავინ დაიმარება, არავის სიჩუმე დაგვავიწყდება. მათ შორის არის მოვალეობის მოხდის მიზნით მოგდებული სთორები. სხვათა შორის მე აი ეს ბოლო წინაზემა მომეწონა, იმიტომ რომ ჩვენგან 1-2 ვინც წავიდა, აქციებზე კი არ დგას. სთორებით შემოიფარგლა რა, გაილაშქრა ზალადობის წინააღმდეგ და სთორები მიაგდოდა. ძალიან კარგი რომ არც აქანა მიმიღონ და არც იქანა რომ მიმიღონ გაუკეთოთ. მადლობა დიდი ზურა გიჩ ჯაფარის. არ მიიღო. ჩვენგან გაქცეულ ტიპები, რა თქმა უნდა, არც თქვენთვის არის ხელსაყრელი და მისაღები. ხო და რაც შეეხება მუქარას რო არაფერი არ გვაქვს მახსოვრებს კაცო. მარტო ამათ არ აქვს მეხსიერება ჩვენს გვაქვს. აი ხა რაც შეეხება მეხსიერებას. ამ ქვეყანასაც აქვს თავის კოლექტივი. შეიძლება მე რაც მაქვს ჩემი პატარა ცოდნა ან კავშირები ან ნაცნობობა ვიღაც 1-2 არის 3-4 და შენს გეყოლება რომლებიც ადრე ხელისუფლების გობიდან ჭამდნენ ეხება სოციოლოგებს, კოუჩებს და ვიღაც ტიპებს და თელ ჩემი ცხოვრება უნდა მიუძღვნა ამათ რომ მაგათ ჩვენი ფული არ ჭამა. მათ შორის თქვენი ფულიც. ანუ ეს ბიუჯეტიდან გამოყოფილი გრანტები არ უნდა ჭამონ ამ ტიპებმა, იმიტომ რომ არალეგიტიმურად გვაცხადებენ, ხო? აი დამთავრდეს ეს ყველაფერი და არსებობს. ისინი თუ აკეთებენ სიას, ჩვენ სია არ გვჭირდება. ყველა გიცით ვინც არის და რასაც წარმოადგენს. ზურაბიშვილი ევროპარლამენტში გვაქვს და ჩვენ უნდა გავუშვათ. სერიოზული დახვედრა მოუწყეს, ხო, ანშლაგით შეხვდება. კი და კაში ბერნაბეუზე რონალდო რო წარადგინეს და ახლოვით ეგეთი დახვედრა ქონდა საომეს იმხელა ინტერესი იყო და იმდენი ევროპარლამენტარი ესწრებოდა და მის გამოსვლას. როდესაც ამონტაჟებ მაგალითად night shows, ხო? night shows-ში ყველგან მთელ სოფლიოში არის ჩაწერილი ტაში და ცოტა ტაშს ამატებენ. იმისთვის რომ ეფექტი ქონდეს. და ჩვენც გავიკეთებია და ვაკეთებ ხა ტაშს ვამატებ. ამ შოუში უნდა გააკეთოს სიტკომში, ამ შოუში რა თქმა უნდა გააკეთოს. night show-ში არის ეს მომენტები. და როცა ამას აკეთებს ამ საქმეში გამოუცდელი ადამიანი და ხმის რეჟისორი ევროპარლამენტში ალბათ არ არის გამოსული პირველად გააკეთა ცხოვრებაში. გამოდის ესეთი უხეში მონტაჟი, იმიტომ რომ ტაში უნდა ცოტა დაამატო და ნელა მიქსერით უნდა შეიყვანო, ნელა უნდა შეიყვანო. ამათ ნახე რა გამოუვიდეთ, აი ნახეთ. ჯერ ხელით უაშენებენ, არ დაждდე ხა მაგარი ტაში იქნებაო. იმას დააკვირდით. გავუშვით? გავუშვით. ხმაგვია. ჩვენ არ გვიწერია. აი დარბაში 30 კაცი. აქ ცირკის მუსიკა უნდა დამატებოდა და ეგიშნებოდა იდეალური. აი ეს არის ეს ხალხი გამოსცემს. ო, ანუ რაოდენობაში რა ძალიან მარტივად დასათვლელი არის რამდენი ადამიანი ზის. რამდენი ევროპარლამენტარი არის იმ რეზოლუციებზე ხელს რამდენი აწერდა 500-მდე ხო აწერდა. ნუ და მოაწერეს წავიდა. და ან ტიპებმა საკუთარი, ნუ ეხო მაგაც სამსახურია, ანუ იქაც კი არ მივიდნენ, რომ ამის ბლუყუნისთვის მოესწრებოდნენ. ამაში არ იყო გადახდილი. ო, რა თქმა უნდა. ამაში არ იყო გადახდილი. კაი, მოდი გავუშვათ გვარამია სანქციებზე თუ შეიძლება. სანქციები დამძიმდება შეერთებული შტატების მხრიდან, სახაზინო სანქციები იქნება, ფინანსური სანქციები. მე არ მიყვარს ზოგადად ამაზე საუბარი, მაგრამ ვიცი რომ მოლოდინები არის ამასთან დაკავშირებით და დარწმუნებული ვარ რომ ეს მოხდება და შემდეგი რაც იქნება, ალბათ ვარაუდობ რომ ევროკავშირიდან თუ სრული შეთანხმება არ მოხდება, ცალკეული ქვეყნები და დიდი ბრიტანეთიდან, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი აქტორია, ცალკეული ქვეყნების მხრიდან იქნება ვიზავი სანქციები, მათ შორის ფინანსურიც. და გასაგებია ხა რას ნიშნავს ეს ესე იგი მოდი დავიწყოთ იქიდან ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ჩვენს მეზობლებთან ჩვენ მეზობლებთან ვაჭრობის უდიდესი ჩვენი ვაჭრობის უდიდესი ნაწილი არის წარმოადგენს ბრიტანეთი ჩვენ არაფერს არ ყიდულობს და ჩვენს ბრიტანეთი ჩვენ არაფერს არ ყიდულობს და ნუ ევროკავშირთან გასაგებია მაგრამ უდიდესი ნაწილი არის რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანიდან გვაქვს ორხრივი ვაჭრობა, ჩინეთი იზრდება ახლა და ასე. ანუ რაც უნდა სანქცია დაგვიწესონ, ჩვენ ამ ხრივ დივერსიფიცირებული გვაქვს ყველაფერი. კი ბატონო. ენერგომატარებლები შემოვა აღმოსავლეთიდან, ბევრი რამე შემოვა აღმოსავლეთიდან, რა მოკლედ, გასაგებია. ეხლა მეორე
ჯერჯერობით ვერ მიაღწიეს ვერანაირ სანქციას, ლიტვის სასაცილო სანქციებია, სასაცილო ქვეყნების სასაცილო სანქციები. რა ხდება, რატო გვიწევს ლიტვა, ლატვია და ესტონეთი? მათ აქვს შიში, რომ როცა უკრაინას შეჭამს პუტინი და ეს ძალიან მალე მოხდება, ძალიან მალე, აგერ ვარ მე და აგერ ხართ თქვენ, შეჭამს იმ საცოდავ ქვეყანას, იმ კლოუნის დაჩაგრულ, გაუბედურებულ ქვეყანას შეჭამს ეს პუტინი, მე ყურადღებას მიაპყრობს ესტონეთს მაგალითად. რა ვიცი, ბავშვებო, იცით თუ არა, რუკაზე შეხედეთ, აბა, ესტონეთი რამხელაა და რუსეთი რამხელაა. კიდევ საკითხავია ესტონეთში რაღაც ოპერაციის გამო ბირთვულ ომს დაიწყებს თუ არა ტრამპი. როგორ ფიქრობ, ტრამპი დაიწყებს ბირთვულ ომს? ესტონეთში ნარვა არის ესეთ პატარა ქალაქი, სადაც რუსები ცხოვრობენ. იმ რუსებმა რო თქვან, რომ ჩვენ გამოვეყავით და არეულობა მოაწყობ და თქვან, რომ ესტონეთი მათ კლავს და გენოციდს უწყობს. და რუსეთის დოქტრინაში უწერია, რომ თანამემამულეები ყველგან უნდა დაიცვას და შეიყვანოს კონტინგენტი. დაიწყება მესამე მსოფლიო ომი ამის გამო არ ვიცით. როგორც უკრაინის გამო არ დაიწყო, ის შეიძლება ამის გამო არ დაიწყოს. ნატოში ფული თუ არ გადაიხადეს, შეიძლება ვაფშე დაიშალოს ნატო. მოკლედ, ამათ უნდათ რომ საფრთხე თავიანთი საზღვრებიდან გადაწიონ ჩვენსკენ და ჩვენ არ გვინდა ბუნებრივია, კი, ძალიან გვიყვარს ბალტიკა, მაგრამ ჩვენ არ გვინდა. კლოუნი ზელენსკი ახსენე ახლა და ანუ მართლა კლოუნზე და ქვეყანა რომ რა განადგურების პირას თითქმის რო გაანადგურა ეგეთ პრეზიდენტზე ტიპები დღემდე ლოცულობენ ჩვენი ლიბერალი ფაშისტები და ამ კლოუნის მეხოტბე ლიბერალები ბაძღავენ ყაველაშვილს ბიჭო. ანუ ზელენსკი არის ალბათთვის მაგარი პრეზიდენტი და ყაველაშვილი რომელიც იქნება ბოლოს როგორ და შევადარო, ძალიან ესეთი კარგი პრეზიდენტი და პირველ რიგში კონსტიტუციის დაცვით მოქმედი პრეზიდენტი და საკუთარ სამშობლოს ინტერესებზე ორიენტირებული პრეზიდენტი, ანუ ყაველაშვილს ლანძღავენ კლოუნის მოყვარულები, ბიჭო. საკუთარი ქვეყნის გამანადგურებელი კლოუნის მოყვარულები. თვითონ კლოუნის უკვე იძახის, რომ ნატოში არ მიგვიღებენო და არც ევროკავშირში არ ვიციო რა. ტრამპმა როგორ დაცინა? ხო, მე არ დამიპატიჟებ, თვითონ ჩანგალზე მოვიდეს. თუ უნდა მოვიდეს. თუ უნდა მოვიდეს, არ დაპატიჟებ. იცივი ის, აი, ასეთ შეურაცხყოფას არ ვიცი ის. ყველასთან გამიტყდება, ვინც არ მდოს, ყველასთან გამიტყდება იმის დაპატიჟებაზე, რომ საუბარს დამავდა. სამწუხაროდ იმ ამერიკელი პროფესორის გვარი დამავდა. ჯეფრი საქსის ძალიან მაგარი ინტერვიუ იყო, ჯეფრი საქსი. სადაც ახსნილია თუ რატო ხდება და რა უნდა ბაიდენის ადმინისტრაციას საქართველოში რატომ უნდა არეულობა. ჯეფრი საქსის ეს ვიდეო, სადაც ჩვენზე ილონ მასკმა გადაიღო. ეხლა ილონ მასკის გადაშერება რატო არის მნიშვნელოვანი? ილონ მასკის ტვიტერი დაითვალეს და ნახვებით აღემატება ერთად აღებულ CNN, NBC და MSNBC და NBC-ს Twitter-ს ერთად აღებულს ნახვების მიხედვით, ანუ უდიდესი მოცვა აქვს. აი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფედერალური დონის მედიის ძალა აქვს ამ კაცის Twitter-ს. ოღონდ მართლა. ამას ახლა როგორ ახერხებს? აქვს რაღაცა ხერხები რა თქმა უნდა, მაგისია ეგ Twitter-ი და კი ბატონო, მაგას თავიდან ანიბე ეს არის ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის. არა, ეგ თავარი, ხო? წევრი. ხო. რომელიც ჯეფრი საქსის, რომელიც ტაბულამ და ეგრეთ მოროდიორმა გამოცემებმა მონაწილეს პრორუს ეკონომისტად. რა ჯეფრი საქსზე რო პრორუსობას იტყვი, ნუ ეხლა ადონის დებილი ხარ ხო ხდები, მაგრამ ნუ ჯეფრი საქსს ჩვენი კოლეგა არხის იმედის ეთერშიც ძალიან კარგი ინტერვიუ ჰქონდა, მაგრამ ის ტაკერ კარლსტონის ინტერვიუ, რომელიც მასკმა გააზიარა, პირდაპირ ეხებოდა იმას, რომ კავკასიის რეგიონში ამერიკა როგორ უხეშად ერევა და როგორ ცდილობს, რომ აურიოს სიტუაცია საკუთარი დივიდენდისთვის და ამას რომ მას გიაშევს, ის ბოლომდე იზიარებს ამას. რომ ეთანხმება იმას, რომ რაც კავკასიის რეგიონში ხდება ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში ამერიკის მხრიდან რა ტიპის საგარეო პოლიტიკას ტარდება, მის არის სრულად მიუღებელი. რაც ხო ჩვენცაც სრულად მიუღებელი არის და ჩვენთან მოწონთ მარტო აი ვაშაძეებს. ხო, ჩვენ ვარამიებს და ჩვენ სასახად უნდა განვაცხადოთ შემდეგი რამ, მეგობრებო.
ჩვენ რა თქმა უნდა, ელენე ხოშტარია გვაქვს, რა გვაქვს? სად არის შეგიძლიათ გაუშვათ? გაუშვით, დედას მიგულაცა დავაძების დღეს. რაო? უკაცრავად, როგორ შევა? ჩამიგდეთ, ცოტა გაადიდეთ. ჩამიგდეთ, ეს გაადიდეთ. რუსული რუბლით ულოცავს? არა, რას ეუნება, იცი? ჩამიგდეთ თუ შეიძლება. აქ ეუნება შემდეგ რაღაცას. უყურე? გილოცავდე, მინდა ისე მშვიდად და სასიამოვნოდ იცხოვრო, როგორც იმსახურებდა ყველაფერს ვიზა მამისთვის. კარგია. აი ხა თავარი, ბავშვობიდან ჩვენი ცხოვრება სულ რუსეთთან ბრძოლას უკავშირდებოდა. ასე გამზარდეს და რაო. ბავშვობიდან ჩვენი ცხოვრება სულ რუსეთთან ბრძოლას უკავშირდებოდა. გიმოელი, ანუ ნომრიანი კგბ-ს აგენტი ელენე ხოშტარია, გოგი ხოშტარიას შვილი, ამბობს ამას. გიმოში ჩააბარა, რა თქმა უნდა რუსეთის იძულებით ჩააბარა. ორჯერ ჩააბარა, ოღონდ ხო იცი? ორ სხვადასხვა პერიოდში ისწავლა. ბავშვობიდან ჩვენი ცხოვრება სულ რუსეთთან ბრძოლას უკავშირდებოდა. ასე გამზარდეს და ასე ცხოვრობდნენ თვითონ დედაჩემს. ალბათ ასე გაზარდეს გიმოშიც. მამა ჩემი და ყველა ჩვენ ოჯახში და რაც არ უნდა გაჭირებოდა პრობლემა გაგვეულო ბედნიერი ვარ რომ ასეთი ოჯახი ყავს. ყველაფერი კარგად იქნება. ხო, ახლა მართლა ძალიან ლოგიკური კითხვა ჩდება. გიმო რომელიც არის საბჭოთა დიპლომატიის სამჭედლო. სადაც ძალიან ასე ვთქვათ კგბ-ს აგენტურის სამჭედლო. ხო, დიპლომატია და კგბ გვერდი-გვერდი იყო. დავიდავანებოთ კგბ-ს, კაცო. მოდი რა, საბჭოთა დიპლომატი თუ ხარ, შენ საბჭოთა კავშირის გარკვეულ ინტერესებს უნდა ატარებდე, მაგრამ ამას თავიდავანებოთ. რომელიც იყო მოსკოვში, ხალი ცხოვრობდა მოსკოვში ეს ელენე ხო, ლიაკა. მოსკოვში რაღაც გაიარა ადამიანად ჩამოყალიბების, ალბათ სულად გაიარა. მაშინ რუსეთს ებრძოდა? ანუ ბავშვი როცა გაუშვით, ახალგაზრდა ბავშვი რო გაუშვით, აი ესეთ სასწავლებელში მოსკოვში, მაშინაც ებრძოდით რუსებს? შიგნიდან უნდა დაეგენგრიათ. აი რა, ეს არის კლინიკა, მართლა კლინიკაა. ბიჭო, ელენე ხოშტარიას და ზოგადად ამ ოჯახს ყოველთვიურად რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან ერიცხებათ ფული. რაზე მოლაპარაკებთ? ნომრიანი აგენტები არიან, დადასტურებული მაინც არ იყოს ეგ და ჭორის ვარაუდზე საუბრობდა ჩვენ, დადასტურებულად ერიცხებათ ფედერალური ბიუჯეტიდან და იმით გვიправებენ რომ რაღაც კოპირაითის ფულს გვირიცხავსო რუსეთიო, ანუ რუსეთი არის იმდენად კანონმორჩილი სახელმწიფო რომ სოლიკოვის სალაძის იმას რა ქვია დეკორაციების გამო უარს ვერ ამბობს რომ ჩვენთვის ფული გადასახადის. მე ხლა არ მათ კიდე მნიშვნელოვანიც რა არის რომ ამან გიმოში როცა ჩააბარა მაშინ არ იყო საბჭოთა პერიოდი. ხო, დამოუკიდებელი. დამოუკიდებლობა ქონდა უკვე მოპოვებული კაცო. ნებისმიერ ქვეყნის კოლეჯში შეეძლო რომ გაიგზავნა. მე მეგონა რომ კომუნისტები ჩააბარა. ჩემზე პატარა, მართალია დიდი ბოდიში კაცო. კგბ რა კგბ. ჩააბარა გაგანია დამოუკიდებლობის პერიოდში, როდესაც შეეძლო ჩაებარებინა ამერიკაში. როდესაც თან მამამისი ხო იყო ის საგარეო საქმეთა მინისტრი არ იყო მამამისი? საქართველოს კი. მამამისის რაღაც ნაცნობობით და კავშირებით შეეძლო ნებისმიერ ქვეყანაში ჩაებარებინა, მაგრამ კაგრას ოჯახს უნდა რომ ყოლოდა კგბ-ს აგენტი და ყავდათ და მიიღეს საბოლოოდ კგბ-ს აგენტი, რომელიც დღემდე არის კგბ-ს აგენტი და რუსეთუნაობას ედავება სხვას. ბიჭო, ჯერ მარტო დედასთან მილოცვაზე რომ რუსეთთან ბრძოლას შემოიტან, მაგ პოპულიზმს რომ შემოიტან. ოღონდ სრულს. გასაკვირველია ბიჭო, სრულს, იმიტომ რომ მთელი ოჯახი რუსულ ფულს მაინც არ იღებდეთ მაგის დედავატირო, მაგრამ ხო შეგიძლია კაცო დედას მაინც ისე მიულოცო რომ სასაუბრო თემა არ გახადო, პოლიტიკაში არ გადაიყვანო და რუსეთს ვებრძოდიო გიმოში ორჯერ გიმო დამთავრებული რუსულ რუბლებზე მყოფი ხალი მაგას როგორ უნდა ამბობდე ნუ ჩვენ ვიცნობთ კაცო ესეთ ქალბატონებს აი ჩეიძე არის სოციალიას სოფელში წავიდა საცხოვრებლად რომელიც მართლა ებრძოდა რუსებს ეროვნული მოძრაობიდან კოსტავა ებრძოდა საბჭოთა იმპერიას და რუსებს ვიცით და როგორ დაიღუპა და საერთოდ დაიღუპა ესეც ვიცით ოჯახები რომლებიც მართლა მთელი ცხოვრება ზურა ჭავჭავაძე რომელიც გარდაიცვალა და რომელიც დისიდენტი იყო ვიცით ისეთი ოჯახები რომლებიც მთელი ცხოვრება ებრძოდნენ რუსეთს ცუდი ბედი ჰქონდა სხვათვის ისინი ახლა არ არიან კარგად მათ არანაირი ჰონორარი არ აქვთ რუსეთიდან და ეჭვი მაქვს რომ აი ამ ადამიანების ვიღაც ნათესავი რომ ყოფილიყო ხელოვანი და რომ მიეღო ჰონორარები რუსეთიდან არ აიღებდნენ ამ ფულს. ბიჭო, აბა რა გინდა რომ ტანკის საყიდლად დაუტოვოს რუსეთს? ხო, აი ეგ სხვა არის, კი ბატონო. მაგ ფულს რო ართმევს რუსეთ ტანკს ვეღარ ყიდულობს. და მე წავიდეს ნებისმიერი თუ ვიმე ანსამბლი წავა ან მომღერალი და
ის ბიუჯეტის ფული და წამოიღოს ტანკის ფული არ დაუტოვოს. იმათთვის არ შეიძლება, ლაკასთვის შეიძლება რუსეთს. ნუ იმიტომ რომ ის ლაკა ხო მორალურად მდგრადია. რა თქმა უნდა. კიდევ ერთხელ აი დავამთავრებ გადაცემას. ძვირფასო ლაკას შობლებო. ან თვითონ ლაკას მინდა ვკითხო. გიმოში რომ სწავლობდი, რომ შეგიყვანეს. ეს გადაწყვეტილება ხო რაღაცნაირად ოჯახში გაირჩა, პატარა იყავი შენ და ეხლა ამ ხელა მოსკოვში მარტო არ დაადებდი თავს, ან ჩააწყეს ან რამე მსგავსი. მაშინ ეს გადაწყვეტილება რუსეთთან ომით იყო ნაკარნახევი და ბრძოლით. ასეთი ტყუილები არ ვარ, როგორ შეიძლება არ ვიცი რა. იცი რა, მე ვიცი ერთი რამე. ცხოვრება არის არა ერთმნიშვნელოვანი, რთულია. და შეცდომებს უშვებ, მე იმდენი შეცდომა გაშვებული, რომ უყურებ უკან მეშინია. შენს დაუშვებ და თითოეული ჩვენაგანი, მაგრამ ესე უტიპრად რაღაცები არ შეიძლება რა. ხო, მაგრამ მთელი ოპოზიციის მოდუს ვივენდი ხო ეგა უტიფრობა ძმაო და შენზე დაბრალება ის, რასაც თვითონ აკეთებენ დღენია და ანუ ელენე ხოშტარიას შეუძლია რომ მაგალითად ჩვენ დაგვიწახოს რუსები და თვითონ რუსეთის ბიუჯეტიდან იღებდეს ფულს და გიმოში გქონდეს ორჯერ დამთავრებული მეგონი ბაკალავრი და სამაგისტრო ხო? და ვაინც ჩვენ ვართ ბიჭო რუსები ამის დედავატირე და თან შენ ვაფშე რუსეთში არამც თუ ნავყოფი ვაფშე არც იცნობ რუსულ კულტურას თანამედროვეს რა ხო საერთოდ ვიცი არც ახო იცნობ სირიო გადა არა იცი რუსული ლიბერალური კინო რომელიც არ არის რუსული სლოვა პაცანა არა ის რო იყო რა ბოლოს რო გაიქცნა ყველანი მაგარი რეჟისორი ყავ თვითონ ლიბერალური რუსული კინოს ტიპი ვლადივოსტოკში რო ხდება მოქმედება სახალინზე რო ხდება მოქმედება არ მახსოვს რომ ბიჭო ჩერნუხას რო იღებდა ტიპი კანის ტორო მისცეს რუსი სერებრიანი ხო იცია რა რაღაცა ფილმია გადაღებული ნილუბოვკი არა რაღაცა ეგ ის კაცო ზვიაგინცევი ზიგარი ხარ ხო ეგ ხო არ არის რუსული კინო სინამდვილეში რა თქმა უნდა ხო და ეგ არის რა და შენ რო დაგაბრალებს ან გურის რო დააბრალებს რუსობას რა ხო მაგრამ უყურე ლაკა ხოშტარიას რუსობამდე რო თავი დაანებოთ მე მგონია რომ ბევრად უფრო მძიმე ლაკა აქვს ცხოვრებისეული იმიტომ რომ ის თავისი პირით აქვს მოყოლი რომ იყო სანდრო გირგულიანის ახლო მეგობარი და სანდრო გირგულიანის ახლო მეგობარი თავისი ახლო მეგობარის კულელებთან შევიდა კოალიციაში და გახდა მათი პარტიის წევრი და მათი სახელით იბრძვის რუსული რუბლების დახმარებით. ნუ მე მგონი ერთ-ერთი ყველაზე ამორალური ფიგურა არის ელენე ხოშტარია ქართულ პოლიტიკაში ალბათ ალე კოელისაშვილთან. ერთადან ალე კოელისაშვილს მერე. აღარ სუსტები ძალიან. არა ხო ამორალური კიდე გასაგებია რაღაც ძალა ხო უნდა. ამორალური ხა რა იდი ამინი ხო იყო ამორალური, მაგრამ თან ნუ იმაშვებოდა რა მოკასა შვებოდა რა ხო ხდება მოკასა ხო მაგრამ ლაკა ხოშტარიას გაკეთებულ ხელახლა გასაკეთებელი მაგაში უყურებლები აიღოს კი ბატონო კარგად ძადდებოდა მეგობრებო ხვალ აბა ხვალ შეხვდებით ეკმაც